Bravo, bravissimo საქართველოში ყველაზე მსხვილი ხმისჩამწერი ლეიბლის წამოწყებას. ამ უკანასკნელს ასევე ჰქვია Bravissimo-G. და თუ ვერ ხვდებით რაზე გვაქვს საუბარი, მაშინ მოსასმენად კარგად მოემზადეთ. საქართველოში პირველი სრულიად ახალი და ნოვატორული, ლიცენზირებული მუსიკისა და მუსიკალური პროდუქციის ვებგვერდი გაიხსნა. მარტივი შედარება რომ გავაკეთოთ, Bravissimo-G iTunes-ის და სხვა მსგავსი პორტალების სრულიად ქართული ანალოგია. თუმცა ამ უკანასკნელის განხორციელებაში არც მეტი არც ნაკლები Sony Music-ი ჩაერთო. ძალიან მძიმე შრომა იყო, მართალი გითხრათ, იმიტომ რომ როდესაც პირველ ნაბიჯებს გაუკვალავ ადგილზე ყოველთვის ძნელია. და ბევრი იყო პრობლემები, ბევრი წინააღმდეგობები, მაგრამ მაინც როდესაც ნება არის, კეთდება. ეს არის პირველი ლეგალური, ანუ ყველა კომპოზიცია სასიმღერო თუ ალბომი არის დაკონტრაქტებული ან მომღერლებთან, ან მათ მენეჯმენტთან და პროდიუსერებთან. და მთავარი ზუსტად ეს არის, რომ ქართულ მუსიკოსებს გაუჩნდეთ შემოსავლები, რომ მათ მოახდინონ თავიანთვის შემოსავლების გენერირება. ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ მართლა რაღაცა სოფლიოს სივრცის ნაწილი ხდებით. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თავარია როგორ დაიძრება, თავარია როგორ აიტაცებს ხალხი ამას, მე ეჩვე არ მეპარება, რომ ეს ასე იქნება და თავარია რომ დავნაძვდეთ. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და არ ვიცი, მე სიტყვები არ მყოფნის ზაზე შენგელიას შრომას როგორ უთხრათ მადლობას. იმ კონტენტის ჩამონათვალი, რასაც მომხმარებელი Bravissimo-G-ზე შეხვდება, ძალიან ვრცელია. თუმცა რაც ყველაზე მთავარია, ეს საქართველოში პირველი მსგავსი პრეცედენტია და ლიცენზირებული პროდუქციის პოპულარიზაციასთან პირდაპირ კავშირშია. ოდესმე მაინც ხომ უნდა ვისწავლოთ იმაში ფულის გადახდა, რაშიც ადამიანები ძალიან დიდ შრომას დებენ. თეორია ჩაიწეროს ბევრი კარგი სიმღერა, რაც ჩვენთვის პრინციპში მნიშვნელოვანი ეგ არის, რომ ჩაიწეროს და იყოს მოსმენადი და ჩვენ ჩავწეროთ ბევრი სიმღერა და ეს ყველაფერი უკვე ძალიან კარგია რომ კეთდება და ეს ყველაფერი კანონიერად და ოფიციალურად იქნება ესე ვთქვათ რეალიზებული. დაწყისი ყოფილიყოს ყველა მომღერლისთვის ახალი ალბომის შედეგით, რა ვიცი, ყველას უსურვებ თავის ალბომს, საკუთარს, ბევრ ახალ სიმღერას და ეს ყველაფერი ყველა მომღერალს წაგვადგება, რა თქმა უნდა. მე მახსოვს ძალიან ადრე გასულ რაღაცა წლების წინ იყო ეს ყველაფერი ძალიან კარგი რეალიზებული და იყიდებოდა ადამიანის შემოქმედება ჩვეულებრივად და მე ვფიქრობ რომ ამასაც მიეჩევა ადამიანი რომ უნდა იყიდოს და თქვა რაღაცა პირატული არ გადმოწეროს. ვებგვერდი Bravissimo-G-ის ოფიციალურ პრეზენტაციას შერატონ მეტეხი პალასი მასპინძლობს და არც ის გაგკვირვებია, რომ სრულიად ქართული შოუ-ბიზნესი დაინტერესებული პირების რიგებში მოისაზრება. მომღერლები, რომელთა შემოქმედებაც წლებია პირატული ქმედებების მსხვერპლი ხდება, Bravissimo-G-ის ბაზარზე გამოჩენას და მით უმეტეს ისეთ ბრენდთან თანამშრომლობას, როგორც Sony Music-ია, ორი ხელით მიესალმებიან. ყოველ შემთხვევაში თვითონ ჩვენ მუსიკოსებმა უნდა გავითავისოთ, რომ ჩვენ თვითონ არ ავტვირთოთ YouTube-ზე და სხვადასხვა ვებგვერდებზე არალეგალურად და მე სხვას მივცეთ საშუალება რომ ჩამოტვირთოს, იმიტომ რომ ხშირად საკუთარი თავის პოპულარიზაციას ქართული შემსრულებლები ეწევიან თვითონო და მე აბრალებენ სხვას. მე პასუხისგებლობით ვაცხადებ, რომ მე ეს არ გამიკეთები, არ გავაკეთებ არასოდეს. მე ვულოცავ საქართველოს, რომ როგორც იქნა მოხდა ესეთი პრეცედენტი, რომ დაიწყო საავტორო უფლებების დაცვა, ყოველ შემთხვევაში მცდელობა არის, უკვე ძალიან დიდი ნაბიჯია გადადგმული და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ქართველებს ოდნავ მოგვიანებით, მაგრამ მაინც შეგვიძლია კანონებს დავემორჩილოთ და თითქმის ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ გვეშველა და ვულოცავ ყველა ხელოვან ადამიანს, იმიტომ რომ არ შეიძლება ეს საავტორო ჯგუფებში ვარ უკვე გავნიცარდა ქვეყანა, ხალხი, უკვე ჩვეულებრივ მოთხოვნილება. როგორც უკვე აღნიშნეთ, Bravissimo-G Bravo Records-ის და Sony Music-ის ერთობლივი პროექტია. საიტი ძირითადად ქართველი შემსრულებლების პოპულარიზაციისთვის და მათი შემოქმედების კანონიერი გზით რეალიზაციისთვის შეიქმნა. თუმცა ვებგვერდზე Sony Music-ის მუსიკალური ბაზაც იქნება მოთავსებული. როგორც არაერთხელ აღინიშნა კარგ ხნის განმავლობაში, მსგავს ბრენდთან ურთიერთობებზე საქართველოს ოცნებაც კი არ შეეძლო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ Bravo-მ რაღაც მნიშვნელოვანი შეცვალა. Сотрудничество с большим лейблом, таким как Sony Music, представляет, в общем-то, достаточно серьезные финансовые вложения. Но со своей стороны мы поняли, что нам очень хочется в этот рынок в том числе вкладываться, его развивать, поскольку Грузия абсолютно музыкальная страна. Поэтому мы, в общем-то, после долгих переговоров пришли к
такому финансовому сотрудничеству, которое позволяет развивать сервис действий, который, в общем-то, является выгодным для нас тоже. ქართული და უცხოური მუსიკალური ინდუსტრიის და ზოგადად შოუ-ბიზნესის სიახლეები, ქართველი და უცხოელი მუსიკოსების ლიცენზირებული მუსიკა, სინგლები და CD ალბომები, მუსიკალური ჩარტები, ფან-აქსესუარები და არაერთი მნიშვნელოვანი რამ სწორედ ბრავისიმო ჯიზია განთავსებული და ნებისმიერი მსურველისთვისაა ხელმისაწვდომი. კიდევ ერთი განსაკუთრებული სიახლე, ვებგვერდზე მუსიკალური ივენთების და ცოცხალი კონცერტების ყოველდღიური აფიშა განთავსდება. ჩემი სუბიექტური აზრი არის, რომ პირველ რიგში ალბათ მაინც ქართულ ხალხში უნდა იყოს ეს კულტურა, რომ დააფასონ არა მუსიკით, არამედ თვითონ კონცერტზეც გადაიხადონ ფული. რა თქმა უნდა, ძალიან მაგარი იქნება, რომ ხალხმა გადაიხადოს და იყიდოს ჩვენი მუსიკა და ეს ძალიან დიდი ნაბიჯი იქნება ეს მუსიკალურ ინდუსტრიაში, ქართული და ასევე ქართული მუსიკის ინდუსტრიის სოფლიოში. ალბათ რო ჭირდება, რომ რაღაც თვითონ მომხმარებელი შენი მსმენელი იმაში შემდგომარეობაში შევიდეს და შეიძინოს შენი ტრეკი, რომ უკვე იმიტომ რომ მიხვდეს, რომ შენ გეხმარება, ხო რა? მაგას ალბათ დრო სჭირდება. ძალიან მომეწონა ის ადგილი, როცა ივენთების პოპულარიზაციას, ანუ ხალხმა მართლა არ იცის საწავიდე საღამოს და რაღაც ერთმანეთს ურეკავენ და კარგი იქნება, როცა უკვე რაღაც ამას სახე ექნება რაღაც ისეთი. დააფასე მუსიკა, ასეთია ახალი უნიკალური პროექტის სლოგანი და ამის სწავლება ქართულ მსმენელს ნამდვილად არ აწყენდა. ხშირ შემთხვევაში ხომ ჩვენთან პრობლემა ფულის ბილეთში გადახდაც კი ხდება. მუსიკის ჩამოქაჩვისთვის დახარჯვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ბრავისიმო ჯის პრეზენტაციიდან გამომდინარე, მე მგონი პირველად გამიჩნდა სურვილი რომ მქონდეს ალბომი. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მალე რეალობად გადაიქცევა, რადგან ის რაც შემოგთავაზეს დღეს ძალიან მისაღები და ძალიან საინტერესო არის თითოეული შემოქმედისთვის. ვულოცავ ზაზას მთელი გულით ამ წარმატებას, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ვიცი, რომ ამას გეგმავდა და აპირებდა და მთელი გულით წარმატებას უსურვებ. რაც შეეხება ჩვენ თანამშრომლობას, რა თქმა უნდა, აქამდეც იყო ბრავოსთან და ზაზა შენგელიასთან თანამშრომლობა და გაგრძელდება სამომავლოდ აუცილებლად და რაც შეეხება გაამართლებს თუ არა? გაამართლებს აუცილებლად, იმიტომ რომ საქართველოს ბევრს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ iTunes-ზე იგივე Spotify-ზე შეიძინოს, იმიტომ რომ იქ რაღაც იმდენად რთული ავტორიზაცია, რომ advanced user-ებისთვის არ მხოლოდ შესაძლებელი და გაამართლებს თავისუფლად. და ბოლოს ის სიმბოლური ღირებულება, რასაც თქვენ ქართველი შემსრულებლების თვეების ნაღვაწში გადაიხდით, 50 თეთრია. ეს იმ დროს, როდესაც უცხოურ ვებგვერდებზე მსგავსი მომსახურება საშუალოდ 90 ცენტი იჯდება. რაც შეეხება უცხოურ ტრეკებს, ამ უკანასკნელებში მომხმარებელი სულ რაღაც 80 თეთრს გადაიხდის. მოკლედ ადრე თუ გვიან სხვისი შრომის დაფასებას ვისწავლით და ერთ დღესაც არ გაგვიკვირდება, როგორ შეიძლება იმაში, რომ შენ შენაძენს ლიცენზირებული ერქვას, ფულის გადახდა მოგიწიოს. მოკლედ კიდევ ერთხელ ბრავო.